პირველი ამბავი ჟღერს ასე, რომ უკვე მეხუთე წელია კონკურსი მისტერ ვალენტინი იმართება და ყოველ წელს ავლენს საუკეთესო მამაკაცს ირჩევს. შესარჩევი კასტინგის პირველი ტური კი სამოდელო სააგენტო Best Models-ის სტუდიაში ჩატარდა და მასში 17-დან 26 წლამდე ასაკის ვაჟებმა მიიღეს მონაწილეობა. საუკეთესო 15 მონაწილე და კონკურსის გამარჯვებული მისტერ ვალენტინი 2014 კი ტრადიციულად 14 თებერვალს გამოვლინდება. ვალენტინი 2009 წელს ჩატარდა პირველად საქართველოში, ამის ორგანიზატორი იყო ქეთა ნაჭყებია, იდეის ავტორი გახდათ, გახლავთ გიორგი ჩაჯანიძე და ყოველწლიურად ეს კონკურსი ღებულობდა სისტემატურ ხასიათს და ირჩევდა წლის ვალენტინს. იყო სხვადასხვა პრიზები, საგზურები, რაღაც ძალიან ისეთი გრანდიოზული პრიზი არ ყოფილა და წელს რაღაც საიუბილეოა, 5 წლის ხდება ეს პროექტი და გვინდა რომ რაღაც განსაკუთრებული და უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცეს ამ ყველაფერს. საკმაოდ კარგი ნაკადი არის. ვაყოფილი ვარ. არ არის აუცილებელი არ არის რომ იყოს მოდელის პარამეტრების. უნდა იყოს მამაკაცური ისეთი სპორტული აღნაგობი შეიძლება ესეთი ესე რაღაც სახასიათო გარეგნობა უნდა კონდეს და ნახოთ რა იქნება. წარმატებას ვუსურვებ ყველა კონკურსანტს. ეხლა არის პირველი ტური, საკმაოდ კარგი ნაკადი მოვიდა და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ შემდეგი 3 დღის განმავლობაში ისევ დარეგისტრირდნენ და 30-ში უკვე გადავარჩევთ ფინალისტებს. სულ გვეყოლებათ 15 ფინალისტი და რა თქმა უნდა ისინი მიიღებენ საფინალო შოუზე მონაწილეობას.